დებატების დროს უმცირესობა ორით ნაკლები დეპუტატით იყო წარმოდგენილი. მარიკა ვერულაშვილის შემდეგ ოპოზიციას კიდევ ერთი წევრი გაემიჯნა. გუნდი გიორგი ფეიქრიშვილმა დატოვა. გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი გადაწყვეტილებას უკომენტაროდ ტოვებს. დუმს მარიკა ვერულაშვილიც, რომელმაც ფრაქცია რეგიონებიდან გასვლის გადაწყვეტილება 4 თებერვალს მიიღო. მათ ნაცვლად მედიას ყოფილი თანაგუნდელები პასუხობენ. ნაციონალები დარწმუნებულები არიან, რომ ყვარლისა და გარდაბნის მაჟორიტარები პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდნენ. უკავშირდება თუ არა ვერულაშვილის გადაწყვეტილება ეკაბესელიას და რომელი დეპუტატები გეგმავენ კიდევ უმცირესობიდან გასვლას. ნახეთ ჩვენი რეპორტაჟი. საგაზაფხულო სესიის პირველ ხტომაზე პირველივე განცხადება დავით უსუფაშვილმა უმცირესობის რიგების კიდევ 2 წევრის შემცირებასთან დაკავშირებით გააკეთა. პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებს ახლა უკვე ყოფილი ნაციონალების მარიკა ვერულაშვილისა და გიორგი ფეიქრიშვილის განცხადებები გააცნო. პარლამენტს მომართა განცხადებით 2 წევრმა ქალბატონი მარიკა ვერულაშვილი ტოვებს ფრაქცია ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და ბატონი გიორგი ფეიქრიშვილი ტოვებს ფრაქცია ნაციონალურ მოძრაობა რეგიონები. ვერულაშვილისა და ფეიქრიშვილის ეს განცხადება საპროცედურო საკითხთა კომიტეტში დღეს შევიდა, თუმცა ყოფილი ნაციონალების მიმართვაში უმცირესობის დატოვების მიზეზებზე არაფერია დათქვამი. უნდა ეცნობს პარლამენტის ხდომას აღნიშნულის თაობაზე, რაც უკვე გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ და აცნობა, რომ პარლამენტის წევრმა დატოვა ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. პარლამენტის რეგლამენტი გვეუბნება, რომ პარლამენტის ნებისმიერ წევრს შეუძლია ნებისმიერ დროს ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე დატოვოს ფრაქცია. მიზეზი განცხადებაში არ წერია, თუმცა ვერულაშვილის ყოფილმა კოლეგამ ყვარლის მაჟორიტარის გადაწყვეტილება პარლამენტის ტრიბუნიდანვე შეაფასა. ჩიორა თაქთაქიშვილი დარწმუნებულია, რომ უმრავლესობამ ვერულაშვილზე ზეწოლა განახორციელა და მან პოლიტიკურ გუნდს ოჯახი არჩია. მარიკას ბოლოს მაინც მოუწია არჩევანის გაკეთება ოჯახსა და თავის პოლიტიკურ გუნდს შორის, იმიტომ რომ თქვენ მას ძალიან კონკრეტულად აიძულებდით და ეუბნებოდით, რომ მისი მეუღლეს აღარ დაიჭერდით იმ შემთხვევაში, თუ კი მარიკა კონსტიტუციურ ცვლილებებს დაუჭერდა მხარს. მარიკა ვერულაშვილი დღეს ტელეკამერებთან არ გამოჩენილა, თუმცა პარლამენტში უკვე საუბრობენ იმაზე, რომ მოლაპარაკებებს უმრავლესობის სახელით ყვარლის მაჟორიტარ დეპუტატთან 2 თვის განმავლობაში ეკაბესელია აწარმოებდა. ბესელიამ ვერულაშვილთან დათესაური კავშირი დღეს მეცხრე არხთან დაადასტურა. დღეს ვარ დაწყებულა ეს ურთიერთობა. მან მიიღოს გადაწყვეტილება საკუთრივ, იმიტომ რომ ესე ჩათვალა, ხო, რომ ესე ალბათ გააცნობიერა, სად უნდა იდგეს. თვითონ მარიკას გითხეთ, რატო უნდა აკეთებდეს ვინმე სხვა? მის მაგივრად ამაზე განცხადება. ხო არ არის ეს კორექტული გალავანს. უმრავლესობაში უკვე საუბრობენ იმაზეც, რომ უმცირესობის რიგების დატოვებას კიდევ რამდენიმე დეპუტატი გეგმავს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ნაციონალური მოძრაობის დატოვებას სამეგრელო ზემოსვანეთის ყოფილი გუბერნატორი გიორგი მისაბიშვილი და მე-7 მოწვევის პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ამჟამად ხულოს მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე გეგმავენ. სამწუხაროდ მე ეთიკური ნორმებიდან გამომდინარე არ შემიძლია დავასახელო ამ ადამიანების სახელები. ბუნებრივია, მათ აქვთ ანონიმურობის დაცვის სრული გარანტია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ძალიან მალე დატოვებენ უმცირესობის რიგებს. ამჯერად ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 65-ის ნაცვლად 55 დეპუტატითაა წარმოდგენილი. უმცირესობის რიგები 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სულ 11 დეპუტატმა დატოვა.